Ძირის რუსული რეჟიმი ლიტერატურა ცოცხალი და თავისუფალია. Ამ გზავნილებით მორიგ საპროტესტო მანიფესტაციას აწყობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად ლიტერატორები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების განცხადებით შეკრების ადგილი სიმბოლურია და მათ სურთ ქვეყნის ყოველდღიურობა იზიარებდეს ჭავჭავაძის ცხოვრების გზას. ასევე სიმბოლურად მანიფესტაცია გრძელდება გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმისკენ, უკვე შემდეგ კი პროტესტის მონაწილეები გეგმავენ შეჩერებას მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან. მანიფესტაციამ შესაძლოა ასევე გადმოინაცვლოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ცხადია, რომ მწერლები, ლიტერატორები, გამომცემლები, ეს მკითხველები არიან ჩვენი მარშის წევრები და გვინდა კიდევ ერთხელ პირველ რიგში გავაპროტესტოთ, რაც ხდება, მოვითხოვოთ ის შევუერთდეთ იმ მოთხოვნებს, რაც უკვე დიდი ხანია გვაქვს, რომ დანიშნონ ხელახალი არჩევნები, განმეორებითი არჩევნები, გამოუშვან ყველა პატიმარი, რეჟიმის პატიმარი და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ამ ქვეყანაში განათლებას, წიგს, სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა. პრაქტიკულად არ დარჩა პროფესია, რომელთა წარმომადგენელსაც პროტესტი არ გამოიხადა და ბუნებრივია მწერლები სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, მაგალითად ხელოვანთა ჯგუფში ვიყავით, უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ კერძოდ განკერძოებულად და წყობილიყო მწერალთა მარში, რომ ჩვენი ხმა ასევე გაეგო მათ, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია რა ხდება ქვეყანაში, როგორი გამოწვევის, გამოწვევა არც არის ჩიხის წინაშე დგას ამ წუთას მთელი ქვეყანა და ვცდილობთ, რომ აი ამ ჩიხიდან დავიხსნათ ქვეყანა, დავიხსნათ არაფორმალური მმართველობისგან, დავიცვათ არალეგიტიმური მმართველობისგან და დავიცვათ უსრულში გადაჭეხვისგან მთელი ქვეყანა.